მოგესალმებით, ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის პირველი იუნიტის მე-18 ქვეთავს. შევდივართ Code.js-ზე, გადავედით სტუდენტის ანგარიშზე, Arduino Python-ი ვიდეოები 2, ანუ ეს როგორც იცით, ეს გაუქმდა და მეორე შევქმენი, ანუ მეორე კლასრუმი შევქმნით და იგივე კურსი არის აქაც დამატებული. შევედით და გავაგრძელეთ ვართ გაჩერებული პირველი იუნიტის მე-18 ქვეთავზე. პირველი როგორც იცით არის ვიდეო ტუტორიალი, შემდეგ კვიზი, შემდეგ დაწერილი კოდი, სადაც უნდა შევიდეთ და გავარჩიოთ და შევალთ ახლა და გავარჩევთ და შემდეგი უკვე არის ორი დავალება, რაც ჩვენ გვექნება დასაწერი. აი ეს ლურჯი ასოებით არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი. ანუ ამ სამი ბრჭყალიდან ამ სამ ბრჭყალის ჩათვლით, რაც წერია მრავალსტრიქონიანი კომენტარია, რაც უკვე ვიცით, ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი, ანუ კომენტარებს პროგრამა არ კითხულობს, ეს მხოლოდ ჩვენთვის არის პროგრამისტებისთვის. შემდეგ speed-ი გვაქვს მითითებული 0, ანუ speed-ი 0 არის ყველაზე მაღალი სიჩქარე Q-ს და რადიუსი არის თავიდან 10 სტოლი, ანუ რადიუსი ამ შემთხვევაში აქ არის ცვლადი და ცვლადი გატოლებული არის 1000-ს თავიდან. შემდეგ ისევ კომენტარი არის მწვანე ასოებით, შემდეგ ფენაფი არის რომ Q-მ კალამი აიღოს, როგორც ვიცით Q დასაწყისში არის კანვასის ცენტრში, ანუ აი აქ, სადღაც დაახლოებით ამ წერტილზე. სადღაც აქ, ანუ x და y კოორდინატების შუა წერტილზე, რომელიც 0 და 0 არის კოორდინატებით. შემდეგ set position-ი არის რომ როდესაც Q კალამს აიღებს, გადავიდეს ამ პოზიციაზე, ანუ x პოზიცია იყოს 0 და y იყოს -200. ანუ ქვევით ჩამოვა სადღაც დაახლოებით აი აქ. შემდეგ pen down-ი არის რომ დადოს კალამი, ანუ აქამდე რაც შევხვდეთ, ეს ყველაფერი წინა დავალებებში გავლილი გვაქვს. შემდეგ აქ ისევ კომენტარი არის და შემოდის ახალი ბრძანება while-ი. while-ი არის სანამ და რა გვაქვს condition-ი, ანუ პირობა რა გვაქვს. if-ი გავიარეთ წინა გაკვეთილებზე, წინა ვიდეოებში. if-ი ასრულებს ერთხელ შემოწმებას, ანუ ერთხელ ამოწმებს if-ი, ხოლო while-ი ამოწმებს იქამდე, სანამ ეს პირობა იქნება ჭეშმარიტი. ანუ while-ი ყოველთვის ამოწმებს ამ პირობას და სანამ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე ასრულებს აი ამ მოქმედებას, ხოლო if-ი ამოწმებს ერთხელ და თუ ერთხელ იქნება ჭეშმარიტი, მაშინ შეასრულებს ამ მოქმედებას. და while-ი მუდმივად ამოწმებს ამას და სანამ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე შესრულდეს while-ში ჩაწერილი მოქმედებები. while-ში ჩაწერილი მოქმედებები რას ნიშნავს ახლა? ნახეთ, while-ის ბოლოში ხომ არის ორ წერტილი. ორ წერტილის შემდეგ აი ეს კოდი არის ტაბით შიგნით შემოსული, ანუ აი ასე არ არის while-ის გასწრები, ხო? შიგნით არის ტაბით შემოსული. ამიტომ ამას ნიშნავს while-ში ჩაწერილი კოდი, ანუ ეს კოდი არის while-ის ტანი. თუ აქ რაიმეს დავწერ, მაგ შემთხვევაში ისე while-ს ეკუთვნის, მაგრამ თუ მე shift ტაბით უკან დავწევ კურსორს და აქედან დავიწყებ უკვე კოდის წერას, მაგ შემთხვევაში უკვე ის კოდი while-ს აღარ ეკუთვნის, while-ის ტანს. კარგი, ესე იგი პირობა განვიხილოთ, აქ condition-ი განვიხილოთ, ესე იგი while-ი გავიგეთ რომ სანამ რა რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე. ანუ სანამ რადიუსი, ანუ თავიდან გვახსოვს რომ რადიუსი 10-ს უდრის და სანამ რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, ანუ 200-იც რო გახდება, მაშინაც შეასრულებს აი ამ მოქმედებას. მანამდე რას აკეთებს? სანამ ესე იგი რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, მანამდე გააკეთე წრე რადიუსის მქონე რადიუსით. ანუ რადიუსი ამ შემთხვევაში არის ცვლადი და თავიდან გააკეთებს 10 პიქსელი რადიუსის მქონე წრეს. შემდეგ რას ვეუბნებით? ნახეთ, რადიუსი უდრის რადიუს პლუს 10. ანუ ამ შემთხვევაში რადიუსი ცვლადი გახდება, რაც იყო, იმას დაემატება კიდევ 10. ანუ ამ შემთხვევაში თავიდან თუ რადიუსი 10 იყო, 10 დაემატება 10 და აი აქ უკვე გახდება 20. შემდეგ შემოწმდება ისევ ეს პირობა, ანუ სანამ რადიუსი ნაკლებია ტოლია 200-ზე, ანუ აქ ხო 20 გახდა, ანუ 20 ნაკლებია ტოლია 200-ზე, კი ბატონო 20 200 ნაკლებია და ისევ გააკეთებს წრეს, უკვე 20 რადიუსი პიქსელის მქონე წრეს გააკეთებს. შემდეგ რადიუსი გახდება რადიუს დამატებული კიდევ 10, ანუ 20 დამატებული 10 გახდება ისევ რადიუსი, ანუ 30 გახდება აქ.
შემდეგ ისევ შეამოწმებს while-ში თავიდან შევა რადიუსი ნაკლებიეთულია 200-ზე, ანუ 30 ნაკლებიეთულია 200-ზე, კი ბატონო ეს პირობაც ჭეშმარიტია და ისევ შესრულდება ეს და მუდმივად განმეორდება, სანამ რადიუსი არ გახდება 210-ის ტოლი, ანუ როდესაც რადიუსი გახდება 200-ის ტოლი, მაშინაც გააკეთებს ამას და უკვე 210-ის ტოლი რომ გახდება, 210 აღარ არის ნაკლები, არც ტოლი არ არის 200-ზე და ამიტომ აღარ გააკეთებს ამას და დაასრულებს კოდი მუშაობას და თუ რაიმე აი აქ გვექნებოდა კოდი დაწერილი მაშინ აქედან გააგრძელებდა უკვე მოქმედებებს. აი გავუშვათ, ესე იგი ვხედავთ აქ რასაც აკეთებს, აი აქ ვხედავთ რასაც აკეთებს. ანუ პატარა წრე, მერე 10 პიქსელით იზრდება რადიუსი, მერე კიდევ იზრდება და ასე შემდეგ, აი დახატა ეს. ნუ 0-ს თუ არ მიუთითებთ და მოდი აქ 10 მიუთითოთ, უფრო შევხედავთ. რომ იზრდება და იზრდება, ხო? მეტი აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, ახალი აქ არის while არის სანამ და სანამ condition-ი, ანუ ეს პირობა ჭეშმარიტი იქნება, მანამდე შესრულდება ეს კოდები, რაც while-ში წერია და რაც while-ს ეკუთვნის. გადავედით შემდეგზე, next-ს დავაჭირეთ და ვნახეთ ახლა რა გვაქვს დავალება, ნახეთ. ესე იგი ასეთი კვადრატები უნდა გავაკეთოთ. ესე იგი ჩვენ while-ი გავიარეთ ახლა და ამიტომ while-ი უნდა გამოვიყენოთ. იგი უნდა შევქმნათ ცვლადი. თავიდან კვადრატის სიგრძე უნდა იყოს 50 პიქსელი, ყოველ ჯერზე ეს კვადრატი უნდა გაიზარდოს 50-ით და სანამ არ გახდება 400-ის ტოლი, მანამდე გააკეთოს და გააკეთოს. კარგი, მოდი ჯერ დავიწყოთ speed-ი მიუთითოთ, speed და მოდი იყოს 10 და მერე გავხადოთ 0 უკვე. შემდეგ ცვლადი შევქმნათ და ცვლადი, ესე იგი 400 პიქსელამდე უნდა გავზარდოთ და თავიდან უნდა იყოს 50 პიქსელის მქონე და 350 უნდა იყოს ბოლო კვადრატის სიგრძე, ანუ 350 პიქსელი უნდა იყოს ბოლო კვადრატის სიგრძე, ანუ ამისი, ხო? და გარეთ ვიცით, რომ 400 არის კანვასის გვერდები. კარგი, თავიდან ცვლადი შევქმნათ მაგალითად length, რომელიც იქნება 50-ის ტოლი და ანუ კვადრატებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 პიქსელი, ანუ დისტანცია. შევქმნათ ისევ ცვლადი უდრის 25-ს, ჩამოვედით ქვევით. ახლა დავიწყეთ კვადრატის შექმნა, რომ დავიწყოთ. კუ უნდა მოვიყვანოთ კვადრატის კუთხეში, აი აქ. მერე აქ რომ დახატავს, ისევ ჩამოვიდეს აქ. აქ რომ დახატავს, ჩამოვიდეს აქ, აქ რომ დახატავს, ჩამოვიდეს აქ და ასე შემდეგ. დიაგონალებზე წავიდეს, ხო? ამისათვის ჩვენ მოდი შევქმნათ ფუნქცია define და რა დავარქვათ? ნუ გადახტომა დავარქვათ, ხო? jump ორ წერტილი, enter და რას უნდა აკეთებდეს ახლა, ხო ვიცით ჩვენ რომ კუ არის ცენტრში. უნდა მოვიყვანოთ ქვევით და მარცხნივ, ხო? ამისათვის პირველ რიგში კალამი უნდა ავიღოთ pen up აუცილებლად. შემდეგ უკან დავაბრუნოთ ბექვარდით და რამდენით უნდა დავაბრუნოთ უკან. შეხედეთ, აი აქ უნდა წამოვიდეს 25-ით, მერე ჩამოვიდეს ქვევით და მოვიდეს ამ პოზიციაზე, ხო? აქ შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ დავბრუნდი უკან 25, მაგრამ აქ უკვე ცვლადი შექმნილი გვაქვს და პირდაპირ დისტანცია გადმოვიტანოთ აქ. ანუ გავუშვათ, აი აქედან ნახეთ კუ ხო გამოჩნდა, აქედან ახლა წავა 25 პიქსელით უკან. ნუ ჯერჯერობით არ წავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ფუნქცია გვაქვს შექმნილი მხოლოდ და არ გვაქვს გამოძახებული. კუ წავა 25 პიქსელით უკან და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ ქვევით. ანუ აქ უკვე უნდა მოვაბრუნოთ მარჯვნივ 90 გრადუსით. შემდეგ წინ უნდა წავიყვანოთ ისევ დისტანციით. აი აქ რომ არის ხომ, წამოვიდა მარცხნივ 25 პიქსელით, ქვევით უნდა ჩამოვიდეს 25 პიქსელით. ერთ კვადრატს რომ დახატავს აქ, მერე ისევ მარცხნივ უნდა წამოვიდეს და ქვევით უნდა ჩამოვიდეს. კიდე მეორე კვადრატს რომ დახატავს მარცხნივ ქვევით.
და ამ jumps გავიმეორებთ მერე ყოველთვის. მოდი გამოვიძახოთ jump-ი და უკეთესად დაინახავთ. გავუშვათ, აი, წამოვიდა უკან, მობრუნდა, ჩამოვიდა ქვევით. ახლა უნდა მობრუნდეს მარცხნივ, left-ი 90 გრადუსით და აუცილებლად ფენაფი გვაქვს აქ ნათქვამი და ბოლოს კალამიც უნდა დავადებინოთ, ანუ pen down-ი. გავუშვით და აი მოვედით აქ. ახლა უნდა დახატოს ერთი კვადრატი. ჩვენ ამისათვის კარგი იქნება თუ შევქმნით ფუნქციას. ფუნქციას დავარქვათ მაგალითად კვადრატ square და ფუნქცია შევქმნათ აი აქ. ოღონდ shift tab-ით დავწიეთ უკან. ან შეგიძლიათ აქაც შევქმნათ, არა აქვს მნიშვნელობა. define square გადავედით გვერდით 2 enter. ახლა რა უნდა გააკეთოს? კვადრატის შექმნა ჩვენ წინა დავალებებში გავლილი გვაქვს კვადრატის დახატვა. მაგრამ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ესე იგი კვადრატს ხომ აქვს 4 გვერდი, 4 გვერდი ერთნაირი სიგრძის აქვს და 4 კუთხე აქვს, ანუ 4-ვე კუთხეც ერთი და იგივე ზომის აქვს, 90 გრადუსიანი. ესე იგი 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ ჩვენ წინ გადაადგილება და მარცხნივ მომბრუნება. ამიტომ თუ გამეორება გსურს, ამისათვის ვიყენებთ for I in range. აქ ჩავწერთ 4-ს, გადავართ გვერდით 2 წერტილი და enter. და რას ვაკეთებთ 4-ჯერ? წინ წასვლას და მარცხნივ მომბრუნებას. აი აქ დავუკვირდით, როდესაც ფუნქცია შეიქმნა 2 წერტილი ხომ დაიწერა, აქ შემოვედით 1 ტაბით მარჯვნივ. აქ for loop-ი შეიქმნა და აქაც 1 ტაბით მარჯვნივ შემოვედით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ესე იგი forward რამდენით უნდა წავიდეს წინ, აი ეს უნდა დავუკვირდეთ ახლა. თავიდან უნდა იყოს 50, ხო? მაგრამ შემდეგ უნდა გაიზარდოს ეს 50. ამიტომ ჩვენ აქ 50 ადგილზე უნდა ჩავწეროთ აი ეს length-ი, ხო? და ანუ წავიდეს წინ 50 პიქსელის და მობრუნდეს მარცხნივ left 90. გავუშვით და აი ერთი კვადრატი დახატა. აი თუ ამას არ გავაკეთებდით, აი ამ მარცხნივ მომბრუნებას ვნახოთ, ამას დავაკომენტარებ. ახლა ნახეთ 50 პიქსელით წავა წინ 4-ჯერ, ანუ სულ წავა წინ 200 პიქსელით. ეს მოვშალეთ, აქ გავაკეთეთ ერთი კვადრატი და ახლა აქედან აქ უნდა ჩამოვიდეს. ესე იგი ჩვენ ეს კვადრატის დახატვა უნდა გავიმეოროთ ბევრჯერ. სანამ length, ანუ სიგრძე ნაკლები იქნება 400-ზე, ან ნაკლებია ტოლია 350-ზე. ესე იგი აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავსვათ while loop-ში. while და პირობა რა გვაქვს? length-ი ნაკლებია ტოლია 350-ზე, მანამდე გააკეთე ესენი. ანუ ესენი უნდა მოვნიშნოთ, ტაბით გავწიოთ, მაგრამ აუცილებლად აქ კიდევ უნდა დავწეროთ რაღაც. რა უნდა დავწეროთ? სიგრძე უნდა გავზარდოთ ყოველ ჯერზე 50 პიქსელით. თუ ამას აქ არ დავწერთ, მაშინ ჩაიციკლება. მოდი გავუშვათ. ჩაიციკლა და სადღაც მიდის და უსასრულოდ წავა და საბოლოოდ შემდეგ მაუსის და კომპიუტერის გაჭედავს. იმიტომ რომ სიგრძეს არ ვზრდით და კვადრატები მიდის მარცხნივ უსასრულოდ. სიგრძე უნდა გავზარდოთ ახლა, რომ სადღაც while-მა დაასრულოს მოქმედება და სად უნდა დაასრულოს, როდესაც length-ი, ანუ სიგრძე იქნება 350 სტოლი, ანუ როგორ ვწერთ მაგას. length წინა დავალებაში იყო ასე უდრის დამატებული 50. აი ასე იყო წინა დავალებაში. მაგრამ ამას შემოკლებითაც წერენ length აი ასე პლუს უდრის 50. ერთი და იგივეა, ანუ ერთი სიტყვით ნაკლებს ვწერთ. ანუ ეს ნიშნავს იგივეს, რაც წეგან მეწერა. კარგი, წესით უნდა ჩაგვეთვალოს, ჩეკი ბატონო გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ვნახოთ ახლა შემდეგში რა
გველოდება რა აქვთ მომზადებული. კარგი, მოკლედ აქ ჩვენ უნდა დავწეროთ ასეთი კოდი, ესე იგი 1-დან 10-მდე მომხმარებელს უნდა ვკითხოთ რიცხვები, უნდა შევქმნათ secret კოდი, secret number-ი დაუშვათ იყოს 9 და თუ სანამ არ გამოიცნობს user-ი, ანუ მომხმარებელი ამ secret numbers, მანამდე უნდა ვკითხოთ ეს რიცხვები, ანუ შეიყვანე რიცხვი. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ secret number, აი აქ ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ, copy, გადმოვიტანოთ აქ, paste და უდრის 9, ანუ ცვლადი შევქმნით და secret number-ი გავაკეთეთ 9. ნუ შეგვიძლია სხვა რიცხვიც დავწეროთ. თქვენ რაც გსურთ. კარგი. ახლა ჩვენ ქვევით ჩამოვიდეთ, მომხმარებელს უნდა ვკითხოთ, შეიყვანეთ რიცხვი, ხო? ესე იგი უნდა შევქმნათ ისევ რაღაც ცვლადი, რასაც გვეუბნება, რომ აი აქ user number-ი იყოსო, დავაკოპირეთ ეს, აქ ჩავსვით, ანუ ცვლადი შევქმნათ და აქ უნდა ვკითხოთ. წესით გავლილი გვაქვს ეს, თუ გახსოვთ int ბრჭყილი input გავხსენით ისევ ბრჭყალი და აქ დავწერეთ ჩვენ ტექსტი, რომელიც გამოჩნდება მას შემდეგ, აი აქ, როდესაც დავაჭერთ runs. ანუ users გამოჩნდება ეს ტექსტი. რა ტექსტი უნდა იყოს? Enter secret number. ორი წერტილი. გადავედით ბოლოს, ჩამოვედით ქვევით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ახლა უნდა დავწეროთ ასეთი რამ, სანამ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი არ იქნება ტოლი ამ secret number-ის, მანამდე უნდა ვკითხოთ, შეიყვანე რიცხვი. ესე იგი, while user number არ უდრის იწერება სახელის ნიშანი და ტოლობა. არ უდრის secret numbers. გავხსენით ორ წერტილი, ჩამოვედით ქვევით. სანამ user number არ უდრის secret numbers, ანუ სანამ მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი არ იქნება ტოლი 9-ის, ანუ secret numbers ამ შემთხვევაში 9-ის, თუ აქ სხვა რიცხვს დავწერ იმ რიცხვის, მანამდე ისე უნდა შევაკითხოთ, ანუ ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და ჩავსვათ აქ, ანუ მანამდე კიდევ ვკითხოთ. გავუშვით, მაგალითად მივუთითე 5, ხო? კიდე მეკითხება, აი აქ, მივუთითე 3, კიდე მეკითხება, მივუთითე 7, კიდევ მეკითხება 9, მივუთითე, всё, აღარ მეკითხება, გაჩერდა. ანუ, როდესაც მე შევიყვან 9-ს, მაშინ while-ი უკვე დასრულდა და while-ი რომ დასრულდა, ამის შემდეგ ჩვენ, ანუ ყუმ უნდა დახატოს ასეთი პტიჩკა, თოლია. გადავედით ქვევით, shift ტაბით უკან დავწიეთ და აი აქ დავწერეთ კოდი, რომელიც უკვე ყუს დაახატინებს აი ამ წვანე თოლიას. მაგალითად, ფუნქცია შევქმნათ. დავარქვათ ფუნქციას OK და შევქმნათ ზევით ფუნქცია define OK, ჭრილები, ორ წერტილი end. ამის შექმნა ჩვენ წინა ვიდეოებში გავლილი გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში pen size-ი მივუთითოთ, რომ მსხვილი იყოს, pen size, კალამი იყოს მსხვილი 10. შემდეგ ფერი მივუთითოთ, color. ბრჭყალი გავხსენით, green. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით, შემდეგ მარჯვნივ უნდა მოვაბრუნოთ 45 გრადუსით, თუ გვინდა რომ ჯერ ეს დავხატოთ და მარცხნივ უნდა მოვაბრუნოთ 45 გრადუსით, თუ გვინდა რომ ეს დავხატოთ. წინა დავალებაში როგორც მახსოვს, ჯერ ეს დავხატეთ და მერე ეს. ამიტომ ახლა მარჯვნივ მოვაბრუნოთ. 90 გრადუს, არა, 45 გრადუსით. 45 გრადუსით მოვაბრუნეთ მარჯვნივ, ჩამოვედით ქვევით, უკან უნდა დავბრუნდით, ანუ თუ ახლა მარჯვნივ მოვბრუნდება, მაშინ ბექვარდი გვინდა, ხო? ბექვარდი გვინდა 50 პიქსელით, შემდეგ ისევ წინ უნდა წავიდეს, ანუ forward-ი გვინდა ისევ 50
პიქსელის F-ი ფორვარდი. შემდეგ მარცხნივ მოbrunდეს უკვე 90 გრადუსით, აი აქ უნდა 90 გრადუსით მოbrunება და ფორვარდი გვინდა უკვე 100 პიქსელით, იმიტომ რომ ამასთან შედარებით ეს ორჯერ დიდი უნდა იყოს. ანუ 100. აი, გავუშვათ. მივუთითე 3, კიდევ მეკითხება, მივუთითე 5, კიდევ მეკითხება 4, მივუთითე 1, 2, 6, 9, მივუთითე Enter-ს დავაჭირი, აღარ შემეკითხა და უკვე დახატა აი ეს თოლიატიჩკა. კარგი, ჩეკი, ყველაფერი ჩაგვითვალა, მოდი აქ შევცვალოთ რიცხვი, მაგალითად იყოს ახლა 26 პირობითად, შეიძლება აქ ჩეკ 26-ზე გაჭერდა, იმიტომ რომ აქ გვეუბნება დავარეფრეშოთ. 26 მივუთითე, 25 ისევ შემეკითხა, 23 შემეკითხა, რა რიცხვიც არ უნდა მივუთითო. არის ამ სანამ 26 არ შევიყვან. 26-ზე გააკეთა ჩეკი და ჩეკზე არაფერს არ მიწერს და ჭედავს, იმიტომ რომ აქ მე მეუბნება რომ 1-დან 10-ის ჩათვლით უნდა იყოს ეს რიცხვები, ამიტომ აქ 26-ს ვერ ამოწმებს მაგაზე. Exit page დავარეფრეშოთ და მივუთითოთ ნებისმიერი რიცხვი ქვევით 1-დან 10-მდე. ნუ იყოს მაგალითად 4. ახლა ვნახოთ ჩეკი, აი ამ შემთხვევაში უკვე მითვლის submit continuous დავაჭიროთ, კიდევ დავაჭიროთ, გადავედეთ შემდეგ დავალებაზე და აი უკვე დავასრულეთ ეს, badge-იც მოგვცა, continuous დავაჭირეთ.